მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ სავსემთვარეობაზე, რომელიც გვექნება 5 ნოემბერს თბილისის დროით 17 საათზე და 19 წუთზე მე-14 გრადუსზე. ეს ორკვირიანი სავსემთვარეობის ენერგიები ერთდროულად ეხება როგორც მატერიალურ სტაბილურობას, ასევე ემოციურ ტრანსფორმაციას. ორი ფიქსირებული ნიშანი, როგორებიც არიან კურო და მორიელი, რომელიც ცდილობენ იპოვონ ბალანსი ქონასა და გაშვების ენერგიებს შორის, აქ ჩვენ უნდა ვეცადოთ, როგორ ვიპოვოთ მშვიდობა ცვლილებებში. თუ მზად ვართ დაუშვათ, რომ რაღაცეები შეიცვალოს, მივიღოთ რეალურად, მაგ შემთხვევაში მივიღებთ სტაბილურობას, აქ ზოგთან გავლენა იქნება, რას ვფლობ და რაზე ვარ მიჯაჭვული. მთვარე მოძრაობს კუროს ზოდიაქოს ნიშანში, კურო გვასწავლის დამშვიდებას, სტაბილურობას, სიახლის პოვნას უბრალოებაში. ხოლო მორიელი, სადაც მოძრაობს მზე, აქ გვიბიძგებს გადავაგდოთ რაღაც ზედმეტები, ჩაუღრმავდეთ შიშებს და განვაახლოთ ჩვენი ენერგიები. ეს სავსემთვარეობა ბევრი ადამიანის გრძნობებს შეეხება, როგორც ფინანსურ, ასე ემოციურ საკითხებს. აქ კულმინაციაზე დადგება ცვლილებების აუცილებლობა, აქ განსაკუთრებით იქნება საჭირო, მაგალითად ძალიან ჩაჭიდებულები, როგორც სტაბილურობას ან ძველ ურთიერთობას. აქ ემოციური განთავისუფლების პერიოდია და მოითხოვს, რა თქმა უნდა, ზუსტად ეს სავსემთვარეობა. ეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, აქ ვერძებს ფული, თავისუფლება და მატერიალური საკითხების გამოკვეთის თემებია, შეგიძლიათ დახუროთ ფინანსური ციკლი და მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა გამოიმუშაოთ. ყურადღება მიაქციეთ, რა უნდა დაკარგოთ და სად უნდა იყოს ბალანსი. მაქვს და მინდა უფრო მეტი შოვნა. აქ იქნება თქვენი აქცენტი. კურო ზოდიაქოს ნიშანს სავსემთვარეობა შეეხება თქვენს პირად ნიშანს, ეს პირადი განახლების პერიოდია. შესაძლოა იგრძნოთ ემოციური დაძაბულობა, სურვილი განთავისუფლდეთ იმისგან, რაც არ გემსახურებათ. ცვლილებები აქ იქნება პირად ურთიერთობებში და იმ გარემოებებში, რომელიც თქვენს იმიჯსაც ეხება. გოსტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება დროა ცოტა ჩამოშორდეთ ხმაურიან გარემოს, მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას, ძველი შფოთვებისგან, დაუმუშავებული ემოციებისგან, აუცილებლად განთავისუფლდით მიჯაჭვულობებისგან. კარგი დროა საკუთარი თავის ჩაღრმავების, დასვენებისთვის და მედიტაციისთვის. რაც შეეხება კიჩხიბების ზოდიაქოს ნიშანს, აქ გამოკვეთილი იქნება თქვენთან მეგობრები, ჯგუფური საქმიანობები და მიზნების გადახედვის საჭიროება. შეიძლება დაფიქრდეთ ამ პერიოდში, ვისთან გინდათ დაკავშირება, ვისთან აღარ. მიიღე მხარდაჭერა სანდო ადამიანებისგან ამ პერიოდში. ომების ზოდიაქოს ნიშანსაც შეეხება, აქ სავსემთვარეობა თქვენს კარიერულ სფეროს შეეხება, კულმინაცია, რო აიღო და პასუხისმგებლობა ან შეცვალო მიმართულებები. შენი შინაგანი სურვილები და გარეგანი ვალდებულებები შესაძლოა დაეჯახოს ერთმანეთს ამ პერიოდში და ამან გამოიწვიოს დისბალანსი. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან იქნება სწავლის, მოგზაურობის, თქვენი სოფლმხედველობის სფეროში გარდამტეხი პერიოდი, შეიძლება გააცნობიეროთ დრო რა გინდათ. აქ შეიძლება მოგიდეთ გაფართოება, ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილებები ან საზღვარგარეთთან დაკავშირებული რაღაცა საქმის თემებთან გაფართოება. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, აქ კავშირები, ვალები, ემოციური დამოკიდებულებები იქნება თქვენთან, ეს თემები აქტიურდება ამ პერიოდში. უნდა გაიაზროს, სად უნდა გაანთავისუფლო ენერგია, რა აღარ გჭირდება და რას არ უნდა ჩაეჭიდო. რაღაც არ გაძლევს ამის ძალას, ზუსტად ამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოთ. მორიელებისთვის აქ მზე თქვენს ნიშანშია, მთვარე კი საპირისპირო ნიშანში, რაც ეს ურთიერთობების თემა შეეხება, პირადი და პარტნიორული ბალანსის გამოცდა იქნება აქ. თუ ურთიერთობებში დისბალანსია, ახლა ის აშკარად გამოჩნდება ამ პერიოდში და ამასთან მოგიწევთ მუშაობა ან გაშვება. მშვილდოსნებისთვის აქ ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის საკითხები იქნება თქვენთან ყურადსახები, ვის შეიძლება იყოს გადაჯვირთულობის შეგრძნება, რაღაც დროა შეცვალო, თქვენი რუტინა, თქვენი ყოველდღიური თემები, ჩვევები, რომელიც ხელს გიშლით მეტი ჰარმონია შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში. თხის რქებს რაც შეეხება, აქ შეეხება შემოქმედებას, სიყვარულს, თქვენ შვილებს, ურთიერთობებს,
აქტიურდება ეს პერიოდი, გამოჩნდეს რაც გულთან მოდის ახლოს, ან პირიქით არ გაბედნიერებთ, რაღაც დისბალანსი, დროა სიახლეებზე ფიქრობთ და უფრო მეტად თქვენი ახალი ვალდებულებების თემაზე იმუშაოთ. მერწყულების თემებს, რაც შეეხება ოჯახის, სახლი, პირადი ურთიერთობების საკითხები, შეეხება გარემოს, აქ შეიძლება დაძაბულობების პერიოდები იყოს, გადაწყვეტილებების მიღებით, სად გრძნობ დაცულად ამ პერიოდში თავს. თევზების აქ შესაძლებელია იგრძნოთ როგორც სულიერი, ასევე გონებრივი განახლების პერიოდი, შეიძლება მნიშვნელოვანი საუბარი ან აღიარება მოხდეს ამ პერიოდში და ძალიან კარგიც იქნება, რაც გულში ამისგან აუცილებლად განთავისუფლდეთ, დროა ნათლად გამოხატოთ თქვენი აზრები და არ ჩაახშოთ ეს ემოციები. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილავებით.